შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს ბრალით წაუყენა. გამოძიება სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოს ბიჩინაშვილსა და იოანე თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს მამა იოთამ ბასილაიას წინააღმდეგ შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმიდან გამოსასწორებელი სამუშაო ვადით 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. ეკლესიას ორი სასულიერო პირის მიმართ ბრალის წაყენების ფაქტზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. თუმცა პატრიარქის პრესმდივანმა ინტერპრეს ნიუს განუცხადა, რომ მან არ იცის რამდენად არის დანაშაული სკამის ხელში ჭერა ან თუნდაც შეგინება. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი იმასაც აღნიშნავს, რომ თავად მამა ანთიმოზი გინების ფაქტს უარყოფს. პოლიციის თანამშრომლები გაესაუბრებიან და ჩვენებას ჩამოართმევენ. ეს ჩვეულებრივი პროცესია. სასულიერო პირიც მოქალაქეა. გაირკვევა რა შეიკვეთება მათი ბრალეულობა. მარტო ის რომ მირბოდნენ ეს ხომ არ არის ბრალეულობა. რაღაც კონკრეტული ქმედება უნდა იყოს მათი მხრიდან. თუ შეგინება დასჯადია და ითვლება სისხლისამართლის დანაშაულად, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მამა ანთიმოზი ამბობს, რომ ეს მისი ხმა არ არის, როდესაც კაცში ისმის გინება. არ ვიცი, რთული სათქმელია. მამა იოთამს დავინახე, რომ სკამი უჭირავს ხელში, მაგრამ სკამის ხელში ჭერა დანაშაული თუა არ ვიცი. სხვა რა ქმედება ჩაიდინა მან იქ არ ვიცი. 17 მაისის მოვლენებს საპატრიარქო ოფიციალურად 5 დღის შემდეგ გუშინ გამოეხმაურა და მომიტინგეთა ნაწილის აგრესიული ქმედებები დაგმო. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ძალადობა არც სამართლებრივი და არც სარწმუნოებრივი ქცევის ნორმებში არ ჯდება და ერთეულმა სასულიერო პირებმა და ადამიანებმა ეკლესიას ზიანი მიაყენეს. ძალადობას გამართლება არ აქვს. ჩვენ ცალსახად ვერ მიჩნევით მომიტინგეთა ნაწილის აგრესიულ ქმედებებს, რომელიც არც სამართლებრივ და არც სარწმუნოებრივი ქცევის ნორმებში არ ჩდება. სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კიდევ ერთხელ გუშინ სამებაში ქადაგებისას გამოეხმაურა. ილია მეორემ 17 მაისს მომხდარ ფაქტს სამწუხარო სასულიერო პირების აქციას კი უზრდელობა უწოდა. ყოველად მიუღებელია ის იდეები, რომელიც იქ უნდათ დანერგონ საქართველოში, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ისაც, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელად იქცეოდა. ორგანიზაცია იდენტობა კი გუშინ ღამით თბილისში მომხდარი კიდევ ერთი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, 17 მაისის შემდეგ თბილისის ქუჩებში ძალადობა გახშირდა. გუშინ ღამე, რედისონის ქვემოთ ნაცარმიწის ქვეშ გასასვლელში, აი იქ დაახლოებით ასევე ერთი ახალგაზრდა სცემდა რამდენიმე ასევე ჰომოფობიური შეურაცხყოფის ფონზე და ისიც ვიღაც გამლელმა ქალმა ვთქვათ გადაარჩინა თუ რაღაც. ესეთ შემთხვევების შესახებ დღეში რამდენიმეს ვიკებთ. და ეს ძალადობა მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, ესეთ რამე არ ხდებოდა 17 მაისამდე. სანადიროდ არის ყველა გამოსული ამ ადამიანებზე. იდენტობის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ 17 მაისს დაზარალებულ პირებს საგამოძიებო ორგანოები დღემდე არ დაკავშირებიათ. იდენტობა შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ადეკვატურ გამოძიებას მოითხოვს. აბსოლუტურად არც ერთ ხერხს, მათ შორის ჩვენ არავინ არ შემოგვხმიანება ისე რომ იცოდეთ არც გამოძიები და ასე შემდეგ. მაგრამ როცა ვაჩნაძის ქუჩაზე ბიჭები არიან განან ვიღაცის მანქანაზე და ქვამომაწოდება უნება და ქვებს ესვრის. აი ის ადამიანები რატო არ არიან დაკავებულები, ეს მაინტერესებს. კიდევ ერთი მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამჯერად 17 მაისს მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებულ ზურაბ ჩხეიძეს აქვს. ჩხეიძე, რომელსაც სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და უწყებისაგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს. აგრესია რო იყო, მაგას მე ვერ ვუარყოფ. სამღვდელოებას რო გადააბრალეს სულ ყველაფერი, იქ რო არ ყოფილიყო სამღვდელოება და რო არ ყოფილიყო სასულიერო პირები. ჩემს სამწუხაროდ ლეტალურად დამთავრდებოდა იქ ნამდვილად ყველაფერი. მინდა რომ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ მომიხადოს ბოდიში, როგორც საჯაროდ თამდო ბრალი. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მიმართვა. 17 მაისს მომხდარ მოვლენებს აფასებს ფსიქოლოგი თია გოგოტიშვილიც. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ძალადობა ანტისოციალურია. გოგოტიშვილი ამბობს, რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ რა ქმედებებზე რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ახსნადია ეს აბსოლუტურად მიუღებელი რადიკალური ანტისოციალური ქმედებების გამოვლინებები, რადგან ადამიანი, რომელსაც აქვს იმპულსი გამოხატოს თავის აგრესია, უნდა იმართებოდეს გარემოდან მომდინარე მარტივი ძალიან კანონმდებლობის დაცვით. სახელმწიფოში უნდა მუშაობდეს კანონი. ადამიანებმა უნდა იცოდნენ თუ რა ქმედებაზე, რა სახის პასუხისმგებლობას აგებენ ისინი. 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია წაუყენებენ თუ არა ბრალს სხვა სასულიერო პირებსა და მოქალაქეებს.